გრიპები და ვირუსები და პანდემიები ხო სულ უცხოეთიდან შემოდის და სადა სუიციდის პანდემია ჩვენს გარშემო. მართალია. რიშვაძე და საქართველო არა გამონაკლისი, თავს სხვაგანაც იკლავენ. А вы умеете прощать? Да. Но не все. А что невозможно простить? Предательство. შეიძლება თუ არა 10 სიკვდილი შემთხვევითი იყოს. შეიძლება 20, ალბათ შეიძლება 30 და 40. ეპიდემია პირველ რიგში რუს ოლიგარქებს დაერია. დღეს არ დაწყებულა, მაგრამ იმას ჯავრობ, რომ აღარ მთავრდება აღარასდროს. რუსეთში მკვდარი იპოვნეს ტრანსპორტის მინისტრი, რომელიც პუტინმა იმ დილით მოხსნა. ტყვია დაიხალა. მიზეზად ჯერ ის თქვეს, რომ საავიაციო კოლაფსი ქვეყანაში ამას დაბრალდა. წინა 2 დღის განმავლობაში ქვეყანაში უკრაინული დრონების გამო 2000-ზე მეტ რეისი იყო გადადებული. 2000-ზე მეტი. ეგ 200-ან 300 ადამიანია აეროპორტებში გაჭედილი, წარმოიდგინეთ. მე ცოტა უფრო დამაჯერებელი ამბავი გავიგეთ. მინისტრი რომან სტარავოიტი კურსკის ყოფილი გუბერნატორი ყოფილა და საზღვრების გასამაგრებლად გამოყოფილი 255 მილიონი დოლარიდან 50 შეუჭამია. წერილი დატოვა თუ არა ოჯახის დაცვა პუტინს თხოვა თუ არა, ეგ აღარ ვიცი. აგერ რუბლოვკაზე მოსკოვში ანდრეი ბადალოვი გადმოხდა მე-17 სართულიდან. თვითონ მე-10 სართულზე ცხოვრობდა, მაგრამ ეგ საერთოდ არავის ეჩვენება. არც ის რომ ტრანსნეფტის ვიცე-პრეზიდენტი იყო. ტრანსნეფტი კი სანქცირებული გიგანტია, რომელიც რუსეთის ნავთობის 93%-ს გადაკაჩავს მილსადენების 70000 კილომეტრით. არც ის აღიარეს რუსეთში საეჭვოდ, რომ ბადალოვი ინსტიტუტ ვასხოდის დირექტორიც იყო. ამ ვასხოდის ტექნიკით დღემდე აძლევენ და ითვლიან ხმებს რუსულ არჩევნებში. სრულიად ბუნებრივად აღიქვეს რუსეთში, რომ სამთავრობო რია ნოვოსტის ინფორმაციით მან სიკვდილის წინ გამოსამშვიდობებელი SMS-ი გაუგზავნა თავის ცოლს, რომელმაც ეს წაიკითხა და მერე ფსიქოლოგების დახმარება დასჭირდა. თუმცა ცოლი 7 წლის გარდაცვლილი ყავდა. აი რა გინდა რომ თქვა. არ მინდა თქვა, მაგრამ ბადალოვი რუსული გაზისა და ნავთობის სფეროს ლიდერებიდან მე-12 გახდა, ვინც უკრაინაში დიდი ომის დაწყების შემდეგ უცნაურად წაიღო წერილი. 3 წლის წინ კრემლის ავადმყოფოს მე-6 სართულის ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. გვარად მაგანოვი. მერე მის ნაცვლად დანიშნეს ვლადიმერ ნეკრასოვი, რომელმაც 1 წელიც ვერ იცოცხლა. შემთხვევით. 2022 წელს მოსკოვში საკუთარ სახლში აღმოაჩინეს გაზპრომ ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ვლადისლავ ავაევის, მისივე მეუღლისა და 13 წლის გოგონას ცხედრები, რომლებიც ტყვიით იყვნენ დახოცილები. გამოძიებამ დაადგინა, თვითონ დახოცა და შემდეგ მოიკლა თავიო. ზუსტად მეორე დღეს, ზუსტად. ესპანეთში აღმოაჩინეს გაზის მეორე რუსი მაგნატი სერგეი პროტასინიას ცხედარი. ასევე ცოლისა და ქალიშვილის ცხედრებთან ერთად. 2022 წელს 3 კვირის ინტერვალით ლენინგრადის ოლქის ერთსა და იმავე სოფელში, სახელად ლენინსკოე, გაზპრომის 2 მაღალი რანგის მენეჯერის ცხედარი აღმოაჩინეს. ლეონიდ შულმანისა და ალექსანდრე ტულიაკოვის, რომელთთან ძალიან მაგრად იყო ნაცემი. დამთხევა საჭოთ არავის არ მოჩვენებია. 2024 წელს საკუთარ კაბინეტში ჩამოკიდული ნახეს ასევე მძიმედ სანქცირებული ლუკოილის ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი რობერტუსი. იქამდე ცოტა ხნით ადრე ფარჯიდან გადავარდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთის მიმართულების სუმთავარი ფინანსისტი იანკინა. ინდოეთში მოგზაურობისას კი ფანჯრიდან გადავარდა რუსეთის უმდიდრესთა ასეულის წევრი პაվել ანტოვი, რომელმაც უკრაინაში ომის გაკრიტიკება გავედა, თუმცა მერე მალევე წააშლევინეს ის თავისი პოსტი. რაო იმ კაცმა? А что невозможно простить? Предательство. ამ წლის მარტში 4 დღის ინტერვალით ფანჯრებიდან გადმოცვიდა 2 პოლკოვნიკი: პრიახინი, რუსეთის საგადასახადო სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ალექსეი ზუბკოვი, რუსეთის მთავარი საექსპერტო ბიუროს ხელმძღვანელი. ამან მე-5 სართულიდან რომ მიფრინა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. საავადმყოფოში მერე იძახდა, აბაზანაშევე და მერე არ მახსოვს არაფერიო, მერე კი. მაგრამ არც მათ სიკვდილში მოსჩვენებია არავის არაფერი საეჭვო. რუსეთია. ხო და რა ვიცი, თუ შემთხვევით ახლა რომელიმე რუსი ოლიგარქი მიყურებს და შემთხვევით ქართულის ესმის, გეხვეწები. იარაღიან მეგობრებთან ერიდე მეგობრობას და მათთან სტუმრად არიარო. ყოველთვის დაიძინა პირველ სართულზე, სულ ქვემოთ, უფანჯრო ოთახში. თუ შენი სახლი შუშისაა, იცოდე შუშა ბასრია. თუ ვერტფრენს არგებლობ, გაიხსენე, როგორ დაიღუპა გენერალი ლებედი. გამოცდილი მედესანტისა და პარაშუტისტის ვერტფრენ თითქოს მაღალი ძაბვის კაბელებს გამოედო. მოკლედ, ვერტფრენსას დაეთხოვე. და თუ ყველა ამ საფრთხეს გაუფრთხილდები, ბარემ ბოლოც დაიმახსოვრე. 2 წლის წინ ძიმედ სანქცირებული ლუკოილის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ალექსანდრე სუბოტინი უცებ გარდაიცვალა თავისი ძალიან ახლობელი შამანის სეანსის დროს. არაფერი საეჭვო, როგორც ყოველთვის.